სულ რამდენიმე დღეში 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდება. ღირსების სასამართლოს დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ იმ მოვლენებზე და საპროტესტო გამოსვლებზე, რომლებიც 9 აპრილამდე ვითარდებოდა იმდროინდელ საქართველოში. დავიწყებ ცოტა ადრე პერიოდიდან, კერძოდ 1988 წლიდან, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზმა მოსახლეობამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელად აიდგილარა. და სწორედ აი ამ მოძრაობის ორგანიზებით 1999 წლის 18 მარტს გუდაუთას რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზების დიდი შეკრება გაიმართა. დაახლოებით 30,000 ადამიანი ესწრებოდა ამ შეკრებას და სანამ ვისაუბრებდე მიზანზე კონკრეტულად თუ რისთვის შეიკრიბნენ ისინი, იქამდე ვიტყვი, რომ ზოგადად ეს სოფელი ლიხნი ისტორიულად აფხაზებისთვის იყო შეკრების ადგილი. ყოველთვის, როდესაც ისინი რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდნენ, ისინი იკრიბებოდნენ ლიხნში, მსჯელობდნენ და ამის შედეგად უკვე კონკრეტულ აზრზე ჯერდებოდნენ, ასე რომ ვთქვათ. და რა იყო 1999 წლის 18 მარტის შეკრების მიზანი? მიზანი იყო ეგრეთ წოდებული ლიხნის მიმართვაზე ხელმოწერა. ლიხნის მიმართვა იყო დოკუმენტი, რომელიც მიემართებოდა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მთავრობას და ამ მიმართვაში იყო ერთი მკაფიო მოთხოვნა, რაც ეხებოდა იმას, რომ მათ, ანუ აფხაზებს სურდათ ავტონომია და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოყოფა. Потому что абхазский народ считает нахождение в СССР единственно возможным способом сохранения своей национальной самобытности. იმდროინდელ ეპოქაში ზოგადად ჭირდა ინფორმაციის მიღება და ცოტა უფრო გვიან მიდიოდა საზოგადოებამდე ინფორმაცია განსაკუთრებით დედაქალაქში და სწორედ ამიტომ დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, უფრო ზუსტად 24 მარტს, ლიხნის მიმართვის წერილობითი დოკუმენტი გავრცელდა პრესაში და ერთ-ერთი ასეთი პერიოდული გამოცემა, გაზეთი იყო სავეტსკაია აფხაზია, სადაც დაიბეჭდა ლიხნის მიმართვის წერილობითი ვარიანტი და საიდანაც გაიგო ქართველი მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა აფხაზების ამ მოთხოვნის შესახებ. ბუნებრივია ამან გამოიწვია ქართველებში აღშფოთება და მათ არ დააყოვნეს და მალევე უფრო ზუსტად მეორე დღესვე 25 მარტს დაიწყო საპროტესტო აქციების ტალღა. ერთ-ერთი აქცია, რომელიც გაიმართა სოხუმში, სადაც გამოვიდნენ ქართველი პატრიოტული სულისკვეთებით ახსილი საზოგადოება და გააპროტესტეს აფხაზების მიერ დაწერილი ლიხნის მიმართვა. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია 12,000 ადამიანისგან შემდგარი გაიმართა გალში და ასევე დაახლოებით 20,000-მდე ადამიანი შეიკრიბა თბილისში, დედაქალაქში, კერძოდ ვაკის პარკში. ამ თბილისის შეკრების მთავარი მიზანი, რასაც ეს შეკრება ემსახურებოდა, იყო ის, რომ ხალხი ითხოვდა აფხაზების ისტორია ობიექტურად გადმოეცათ და გარდა ამისა დაესაჯათ ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ინიციატორი აი ამ იდეის, რაზეც წეგან ვისაუბრე, გულისხმობ ავტონომიას. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი და ვინც სიტყვით გამოვიდა ამ ვაკის პარკის აქციაზე 24 მარტს, იყო 25 მარტს, უფრო სწორედ ბოდიში, იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და შემდგომში უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ყოველივე ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ეს არის პროვოკაცია ქართველი ერის მიმართ, ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს კურსი მოსკოვისა არ ახალია, ძველია. იგი მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული პატრიოტული მოძრაობის მართვას.
ამ გზით, ამგვარი პროვოკაციების გზით სურთ დაამოხუჭონ, შეაჩერონ ჩვენში ეროვნული მოძრაობა და ყველა მისი გამედული ინიციატივა განსაკუთრებით დაგლა. ეს არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის კოზირი მოსკოვის ხელში, კრემლის ხელში, რომელიც სურთ გაითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ მათ ახსოვდეთ, რომ ეს კოზირი ვერ გაჭრის. ვინაიდან ამას დაუპირისპირდება ქართველი ხალხის ერთიანი ზალა, ერთიანი ძალისხმევა. ჩვენ მოქმედებ პრინციპით, ცნობილი ქართული ანდაზის პრინციპით, სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთობოდ და უზარმაზნოდ. ჩვენ ვიწყებთ მეცნიერული გზით, სამართლებრივი გზით ჩვენი სიმართლის დამტკიცების მცდელობას. და თუ ეს გზა არ გაჭრის, ჩვენ გადავალთ ისეთ მეთოდებზე, რომელიც უთუოდ მოიტანენ პრაქტიკულ შედეგს. თუ მოსკოვი ყოველი რამაც არიგებს ყურას, ჩვენ გამოვაცხადებთ მთელ საქართველოში საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას და გაფიცვეს. მაშინ დაინახავს მოსკოვი, თუ როგორ შეიძლება თამაში ქართველებთან, თუ როგორ შეიძლება მისი მოწმინელის გამოწვევა. და მაშინ ნოემბრის დღეები თბილისში მონაგონი იქნება. ის მთელ საქართველოში დაიწყება ის, რაც თავობის საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში უწყვეტად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქცია ჩატარდა 1999 წლის 1 აპრილს. აქციის დასრულების შემდეგ წამოვიდნენ ადამიანები ბუნებრივი აქციიდან და 2 მიკროავტობუსი გააჩერეს აფხაზებმა, რის შედეგადაც მოხდა დაპირისპირება და დაშავდა 10 ადამიანი. თუმცა ამით მუხტი საერთოდაც არ დავარდნილა მეტიც. სხვადასხვა ქალაქებში უფრო და უფრო გაიზარდა აქციის მონაწილეთა რიცხვი. ამის შემდეგ უკვე 3 აპრილის აქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როდესაც სოხუმში შეიკრიბნენ ეროვნული მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები, სადაც სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და სხვა ეროვნული მოძრაობის წევრები და ამ აქციის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება 4 აპრილიდან პერმანენტულ რეჟიმში საპროტესტო დემონსტრაციები გაგრძელებულიყო თბილისში ხარდაჭერის მიზნად აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის და მიზანი რა მიზანსაც ემსახურებოდა ეს საპროტესტო აქციები იყო თავარი რომ დასჯილიყვნენ ის ადამიანები ვინც ლიხნის მიმართვაზე ხელი მოაწერეს და ვინც იყვნენ ამ იდეის ინიციატორები ზოგადად. და მართლაც 4 აპრილს თბილისში 15 საათზე სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე ამავე სასწავლებლის პრეს-კლუბის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების მიერ დაორგანიზებული საპროტესტო დემონსტრაცია. აქციაზე ასევე იმყოფებოდა ზვიად გამსახურდიაც, რომელმაც ხალხს და სტუდენტებს მოუწოდა იმისკენ, რომ გამოიცხადებინათ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, დაეწყოთ გაფიცვები და უფრო მასშტაბური სახე მიეღო პროტესტს ამით. გარდა ამისა, აქციაზე სიტყვით გამოვიდა ზურა ჭავჭავაძეც, რომელმაც გააჟღერა ინიციატივა იმის შესახებ, რომ იმ მომენტიდანვე, იმ წამიდანვე დაძრულიყვნენ აქციის მონაწილეები სამედიცინო ინსტიტუტის შენობის ტერიტორიიდან და გადასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ, რომელსაც მაშინ მთავრობის სასახლეს ეძახდნენ და ხალხმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართლაც გადაენაცვლებინათ დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ.
ამავე დღეს საღამოს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ემსახურებოდა რომელშიც იყო გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნა. ეს მოთხოვნები ძირითადად, რა თქმა უნდა, ისევ აი ამ ლიხნის კრების შემდგომი პროცესებიდან გამომდინარეობდა და ისინი მოითხოვდნენ ეროვნულ დაუმორჩილებლობას, ამ ადამიანების დასჯას, ვინც ლიხნის მიმართვა დაწერა და შემდეგ უკვე ხელი მოაწერა და ასევე საქართველოში ავტონომიური ფორმირებების გაუქმებას. უკვე დღის ბოლოს მთავრობის სასახლის წინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით დაახლოებით 10,000 კაციანი მიტინგი შედგა და იგი დამთავრდა მეორე დილის 5 საათზე, როდესაც სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მათ დაიწყეს შიმშილობა. თბილისში საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს. მომიტინგეებს შორის იყვნენ ბუნებრივია, ეს არაერთხელ აღვნიშნე, ეროვნული მოძრაობის წევრები, რომლებიც უფრო დიდ მუხტს და ენერგიას მატებდნენ ამ საპროტესტო აქციებს. თუმცა საინტერესო პროცესი აპრილის გამოსვლების იწყება 6 აპრილიდან. და უფრო სხვანაირად ვითარდება მოვლენები, როდესაც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ აქციის მოთხოვნა, რაც აქამდე იყო, ეს ლიხნის კრებასთან და აფხაზებთან დაკავშირებული საკითხი, შეცვლილი იყო და უფრო, ასე რომ ვთქვათ, დიადი მიზნის, უფრო გრანდიოზული მიზნის მისაღწევად გამოიყენებინათ ამხელა ადამიანური რესურსი. სწორედ ამიტომ მათ მიიღეს 6 აპრილიდან უკვე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციების ყოფილიყო საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და მარტივად რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მიტინგმა ნელ-ნელა მიიღო ანტისაბჭოთა გამოსვლების ხასიათი და ეს გამოიხატა მთავრობის სახლის წინ ფასადებზე გამოხატულ სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, ბანერებზე, სადაც საუბრობდნენ და სადაც ეწერა იმის შესახებ, რომ უნდა დაინგრეს რუსეთის დამპალი იმპერია. ბუნებრივია ეს საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ მთავრობაში აგრესიას და გაღიზიანებას უფრო მეტად გამოიწვევდა, ვიდრე ის საკითხი, რაც იქამდე იდგა დღის წესრიგში აპრილის საპროტესტო გამოსვლებში. და ეს აისახა უკვე პრესაშიც. კერძოდ 7 აპრილს გაზეთ კომუნისტში და ასევე გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტის მორიგ ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია საკადრო ცვლილებების შესახებ. აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი ბორის ადლეიბა თანამდებობიდან გადადგა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ადლეიბა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელი მოაწერა ლიხნის მიმართვას. თავის მხრივ გაზეთის ფურცლებზე ასევე გააქტიურდა პროპაგანდა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ და სტატიების ახალი პათოსი იყო ის, რომ დემონსტრაცია არ უნდა გასცდენოდა აფხაზეთის საკითხს. ეს ცხადია იმის მანიშნებელია, რომ იმჟამინდელი საბჭოთა მთავრობა უკვე შეშინებული იყო შეცვლილი მოთხოვნებით, რასაც გულისხმობდა უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორც უკვე აღვნიშნე, მღელვარება შეინიშნებოდა საბჭოთა მთავრობაშიც და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსკოვში ერთი შეხვედრა მეორე შეხვედრაზე იმართებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, მსჯელობდნენ, სჭობდნენ და მოსკოვში გამართული ერთ-ერთი თათბირის დამთავრებისთანავე საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ გენერლები კოჩეტოვი და როდიონოვი უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში და ემოქმედათ ვითარების შესაბამისად საკუთარი გადაწყვეტილებებით. თუ ვითარება დაიძაბებოდა, შესაბამისად მათ აუცილებლად უნდა ემოქმედათ და აქცია ძალით დაეშალათ. საქართველოში პარტაქტივის კრება ჩაინიშნა 7 აპრილს 12 საათზე
და კრებას ესწრებოდა 400-მდე პარტიული მუშაკი, სადაც იყვნენ სხვადასხვა რანგის, სხვადასხვა წოდების ადამიანები, მათ შორის იყვნენ სწორედ თბილისში წარმოგზავნილი მოსკოვიდან როდიონოვი და კოჩეტოვი. კოჩეტოვი იმ დროს იყო ამიერკავკასიის ჯარების ყოფილი სარდალი და გარდა ამისა საქართველოს ჩეკას წევრი, ხოლო როდიონოვი გახლდათ ამიერკავკასიის ჯარების მოქმედი სარდალი და ბიუროს წევრი. ყველა თან ხვდებოდა მთავარზე, აი ამ 7 აპრილის შეხვედრაზე, რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანად, ყველანაირი დარბევის და სისხლისღვრიის გარეშე. 16 საათსა და 50 წუთზე გენერალური შტაბის უფროსმა არმიის გენერალმა მოისევმა თავდაცვის ministris სახელით გასცა დირექტივა თბილისის რაიონში საპარაშუტო სადესანტო პოლკის გაგზავნის შესახებ. მიზანი, რატომაც ის ამ პოლკს გზავნიდა, იყო უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ორგანიზაციების დაცვა და გარდა ამისა დედაქალაქის შესასვლელ-გასასვლელის ძირითადი გზების კონტროლი. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შილოვის ბრძანებით თბილისში ასევე გაიგზავნა შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და მილიციის სპეციალური ქვედანაყოფები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. საერთო ჯამში ეს ადამიანური რესურსი შეადგენდა 2000-ზე მეტ ადამიანს. იმავე დღეს საღამოს გენერლები კოჩეტოვი და როდიონოვი შეხვდნენ საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ და მეორე მდივნებს პატიაშვილსა და ნიკოლსკის და ამ შეხვედრაზე ცეკას მდივნები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველოში გამოცხადებულიყო კომენდანტის საათი. რაზეც კოჩეტოვმა და როდიონოვმა უარი განაცხადეს, რადგან ჯარისკაცთა რესურსი ჯერჯერობით არ იყო იმდენი, რომ გასწვდომოდნენ ისინი, ასე რომ ვთქვათ, კომენდანტის საათს. იმავე საღამოს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. და მისი თქმით, თუ 8 აპრილს, ანუ მეორე დღეს, აქციის დაშლა არ მოხდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლის ღვრა. და ამასთანავე მან საინტერესო ტაქტიკა შეიმუშავა და თქვა ისიც, რომ აქცია უნდა დაშლილიყო ღამით, რადგან ღამით შედარებით ნაკლები ადამიანი იყო ხოლმე რუსთაველის გამზირზე. რა ხდებოდა ამის პარალელურად მეორე მხარეს დემონსტრანტებში, ისინი ამავე ზუსტად ამ დღეს საღამოს შეიკრიბნენ კინოს სახლში, სადაც მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყვანათ ქვეყანა კრიზისიდან და ზოგადად რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ შემდგომში. განხილული იქნა სხვადასხვა ვარიანტი და ერთ-ერთმა მონაწილემ ამ შეხვედრის, კერძოდ რეზო ჩხეიძემ, წამოაყენა წინადადება უმაღლეს ხელისუფალთა და მიტინგის თავკაცების შეხვედრისა, მაგრამ მიტინგის ორგანიზატორები ამის წინააღმდეგი იყვნენ, შესაბამისად ეს მოთხოვნა არ შესრულებულა და აღნიშნული შეხვედრაც საღამოს 8 საათზე დაიშალა. მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე 7 აპრილს საშუალოდ 10-დან 20,000-მდე კაცი იმყოფებოდა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, მათი რიცხვი დღითი დღე იმატებდა და 7 აპრილს უკვე, როგორც ვთქვი, 10-დან 20,000-მდე იყვნენ ისინი წარმოდგენილნი და გარდა ამისა მიტინგის ორგანიზატორებთან ერთად გამოდიოდნენ სიტყვით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები. ერთ-ერთმა პიროვნებამ ასევე მიმართა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გაეროს პრეზიდენტებს დაეგმოთ და დანაშაულად ეცნოთ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენების ფაქტი. წინა დღეებისგან განსხვავებით, ქალაქში უკვე მომრავლდნენ და გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დადიოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშით. ისინი დადიოდნენ თავიანთი მანქანებით და მოსახლეობასთან საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ არსებობდა საჭიროება საყოველთაო პროტესტის გაფიცვის და ხალხს მოუწოდებდა
მოუწოდებდნენ იმის შესახებ, რომ გამოსულიყვნენ, დამდგარიყვნენ მათთან ერთად რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, იმატებდა კიდეც მოშიმშილეთა რიცხვით, მათ შორის 7 აპრილს იყვნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების 10-კაციანი ჯგუფი, რომელმაც გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ისინი იწყებდნენ შიმშილობას. მოკლედ, სიტუაცია ნელ-ნელა უფრო იძაბებოდა და შეიძლება ითქვას, პიკსაც აღწევდა და 8 აპრილს უკვე სიტუაცია იმდენად კრიტიკული გახდა, რომ გაზეთმა კომუნისტმა აღარ დამალა ის ფაქტი, თუ აქამდე ისინი მალავდნენ, რომ მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა დემონსტრაცია. მეტიც გაზეთებმა დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მოგონილი ადამიანების სახელებით და გვარებით წერდნენ მოგონილი ინტერვიუებს იმის შესახებ, რომ მათ ვითომ თბილისის მოსახლეობას ამ ინტერვიუებში ასე ეწერა, დისკომფორტი ექმნებოდათ საპროტესტო აქციების გამო, მათ არ უნდოდათ რომ ეს საპროტესტო აქციები გამართულიყო. გარდა ამისა ასევე საუბრობდნენ იმის შესახებაც, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი ადამიანის ციტატა შემეძლია წავიკითხო ანდრო ტაპატაძის, პირობითი ვიღაც ანდრო ტაპატაძის, ელექტრომექანიკური საამქროს ზეინკალი ამბობს, რომ გუშინ სამუშაო საათების შემდეგ მეც ვიყავი იმ მიტინგზე, უბრალოდ მაინტერესებდა რა ხდებოდა. მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი იმ ზოგიერთი ლოზუნგით, რომელიც იქ ვიხილე და უკან წამოვედი. ამით ბუნებრივია, საბჭოთა მთავრობა თავიანთი პრესის გამოყენებით ცდილობდა, რომ დაეპირისპირებინა ერთმანეთში და გაეხლიჩა ქართველი საზოგადოება. ასევე საინტერესოა რა ხდებოდა აფხაზურ პრესაში, რომელიც ამ აქციების პარალელურად გამოდიოდა პერიოდული გამოცემები და აფხაზურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ანტიქართული და სეპარატისტული ნარატივები, მოწოდებები და ზოგადად პროპაგანდა. ისინი ირონიით მოიხსენიებდნენ ქართველ ლერს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ეროვნულ მოძრაობას, უწოდებდნენ მათ ექსტრემისტებს და ნაციონალური შუღლის გამოღვივლებს. თავის მხრივ ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობა იყვნენ აფხაზები, ხოლო ქართველები იყვნენ უბრალოდ სტუმრები. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტუაცია იძებებოდა ყოველ წამს და მთავრობაც ძალიან კარგად ხვდებოდა იმას, რომ ძალის გამოყენების გარეშე ვერაფერს გახდებოდა და ამხელა მასშტაბის საპროტესტო აქციებს ვერ დაშლიდა თუ ძალას არ გამოიყენებდა. სწორედ ამიტომ საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა სთხოვა დამხმარე ძალების გამოგზავნა წესრიგის აღსადგენად და დაიწყო აქტიური მზადება დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დაშლისთვის. რა მოხდა 9 აპრილს, ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა მე დღეს აქ შევჩერდები და ღირსების სასამართლოს შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად ვისაუბრებ 9 აპრილის როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენის შესახებ და ვეცდები სიღრმისეული ანალიზი შემოგთავაზოთ ამ მოვლენის და ვისაუბრო ისეთ ფაქტებზე, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ. სწორედ ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ჩვენი ვიდეო და შევხვდებით 9 აპრილს.